მოგესალმებით. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ გუშინდელი პოლიცსაბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი სხდომის მთავარი განსაკუთრებული საკითხი დიახ იყო 4 ოქტომბერი. ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერს წყდება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ამ ქვეყნისთვის, მე ასე შევაფასებდი. ეს არის შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპის დასასრული და ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი. ივანიშვილი ამას ხედავს თავისი თვალსაზრისით, რომ მისთვის ეს არის ლეგიტიმაციის მიღების საშუალება, სხვადასხვა აქტორებთან ერთად რაღაცა ოპოზიციური ახალი გადალაგების წარმოება, უკვე ხედავთ, რომ მოიწვიეს ეუთო ოდირის მისია, გზელვადიანი მისია ვერ ჩამოვა მოკლევადიანზეც ეჭვგვეპარება, რომ ჩამოვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილისთვის ეს არის კონკრეტული დეკორაციის მიღების მცდელობა, რაც მის ხელისუფლებას ესე ძალიან როცა ეუთო ოდირის მოწვევაზე აკეთებდით აქცენტს, მას უყურებდით როგორც დეკორაციას, დეკორაციის ამბავს. არა, შეხედეთ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაინაღდა, რომ იმ მსხვილი 4 კოალიციიდან 2 მონაწილეობს ამ არჩევნებში, მხოლოდ მას შემდეგ ირაკლი ყობახიძის ციტირება არ არის ჩემი თვითმიზანი, მაგრამ რაც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა და ივანიშვილის მთავარმა მსახურმა განაცხადა, ეს არის მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ის 2 ოპოზიციური ძალა მიიღებდა მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, მას შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება და გადაწყვიტეს, რომ მოიპატიჟონ ეუთო ოდირის მისია. თორემ მანამდე მე პირადად, როდესაც პრესკონფერენციაზე და სამთავრობო მედიასთან კომენტარების გაცემა მიწევდა თვეების წინ, ეუთო ოდირთან დაკავშირებით მოდიოდნენ შეკითხვით, რომ რატო უნდა მოვიწვიოთ ის ადამიანები, ვინც გავლენას მოახდენენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და როცა გაინაღდეს, რომ ლელო და გახარია მიიღებდნენ მონაწილეობა, შესაბამისად ბიზნეს მარტო იყვნენ არჩევნებში და ეხლა მეტნაკლებად კონკურენტულია ეს არჩევნები. ეს არის, დიახ, ამას ვამბობთ. ლეგიტიმაციის აქ მანამდე მე ხშირად მომისმენია, რომ აი ლეგიტიმაციას როგორ მიცემენ, კაცო, ეს ხო საპარლამენტო დონეზე ევროპას განცხადებული აქვს, რომ ახალი არჩევნები. გიორგი გახარიამ თქვენს ეთერში თქვენს ეთერში გიორგი გახარიამ ჩემი აზრით ღია ვაჭრობა დაიწყო ბიძინა ივანიშვილთან. რომ ელოდება ის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვითარებას და ჩემი აზრით შედეგებს, თუ ივანიშვილი შესაბამის შედეგს გამოსახავს გიორგი გახარიას საარჩევნო ნომრის გასწვრივ და ალბათ მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს, რატომაც არა, რატო არ შევა პარლამენტში. ივანიშვილს ახლა ყველაზე მეტად ჭირდება უცხოეთისთვის, მე ღიად ვიტყვი. ეს პროტესტი დგას 2 ძირითად პოსტულატზე. ერთი არის პოლიტპატიმრები, რომლებიც ვერ გატეხეს, ვერც ერთ მათგანს 60 კაცია, ხო? ივანიშვილის სტანდარტი რა არის, რომ არ არის გამორიცხული, რომ მათაც მიუდგეს იმ პრინციპით, სხვადასხვა მიზეზის გამო დროის შემდეგ მე ადამიანების გამბედაობის მჯერა, ბრძოლის მჯერა და მათი ოჯახის წევრები ისეთი არიან, ისეთ ადამიანებთან მაქვს შეხება პატივია. ესეთი საოცარი ოჯახები რო ყავს, რომ მათი შვილები და ძმები და დები არ ამგონია ამ ბრძოლაში ახლა გატყდნენ. ერთი არის პოლიტპატიმრების საკითხი, ისინი რომ გატეხილიყვნენ და ან ყაველაშვილისთვის ეთხოვათ შეწყალება, ან არ არსებულ დანაშაულზე მომხდარიყო აღიარება, ეს პროტესტი კარგახნის მკვდარი იქნებოდა, ეს ერთი და მეორე. ივანიშვილს ყველაზე მეტად ჭირდება ისეთი სიტყვათა შეთანხმებები უცხოეთისთვის, როგორც არის ორპარტიული პარლამენტი, კონკურენტუნარიანი არჩევნები, ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაცია, ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაცია. ივანიშვილი, აი დამერწმუნეთ, გულწრფელად ვამბობ. ეხლა მათ საგარეო საქმეთა მინისტრს და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრს რომ შეეძლოს სენატორებთან შეხვედრა, მაკრონთან შეხვედრა, მერცთან შეხვედრა, აქ არავითარი ოპოზიციური პროცესი არ იარსებებდა. მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ გახდნენ კეთროვანები იმ სამყაროსთვის, ვისთან ურთიერთობაშიც ვაჭრობენ მათ შორის ავტორიტარულ სახელმწიფოებთან. ჩინეთს, საქართველოს და ივანიშვილი შეიძლება მხოლოდ მაშინ უნდოდეს, თუ ეს არის ფანჯარა ევროპაში სავაჭროთ. ახლა კაცი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ სისტემას, 4 ოქტომბერს ამასაც ხშირად ვიმეორებ, ახლაც ვიტყვი. 4 ოქტომბერს დასავლეთზე მეტად ივანიშვილს აი ვითარების კონტროლის ჩვენება სურს ავტორიტარულ სახელმწიფოებთან. იმისთვის აჩვენოს, რომ მე ისე ვარ ბატონ პატრონი ამ ნახეთ თქვენ ანალისტთან ერთად საინტერესოა 4 ოქტომბერს თქვენი პარტია თქვენ პირადად უერთდებით თუ არა ამ რაღაც
დაანონსებულ რევოლუციურ თარიღს. აი ამ მოძრაობაში, ამ აქციაზე ხედავთ თუ არა თქვენ თავს, იმიტომ რომ თქვენ მათ შორის სხვა ლიდერებიც რაღაცნაირად თარიღების ჩამოკიდების და ასე მთელი იმედების კონკრეტულ თარიღზე მიკერების წინააღმდეგი იყავით. ახლა რატომ გადაიფიქრეთ? ეს არის თქვენ პარტიაში რა ხდება, იმაზე მოგვიყევით, სხვა პარტიები საარჩევნო პროცესში არიან თუ ბოიკოტში თუ არ ვიცი. მე მგონი ჩვენ უფრო ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, ვიდრე ისინი, რასაც ეძახიან საარჩევნო კამპანია. ჩვენში რო დარჩეს 3 ბილბორდი. ჩაატარეთ მერე ვინ დაგიშალათ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ჩაგეტარებინათ. ფაქტი არის ის, რომ სამთავრობო მედია იქნება თუ ოპოზიციური მედია 4 ოქტომბერზე, როგორც ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების შესაძლებლობაზე მიდის უფრო საუბარი, ვიდრე ქართული ოცნება საუბრობდეს, რომ ემანდ ლელომ და გახარემ სადმე მერობა არ მომიგოს. არ არსებობს, დაპირისპირება არ არსებობს ხელისუფლებას და არჩევნებში. გარკვევს ლელო და გახარია ამ ამბავს თავის ამორჩეველთან ერთად. შეინარჩუნებს ამორჩეველს, დაკარგავს ამორჩეველს, დასრულდება თუ არა პარტია. მე სხვა რაღაცას. თქვენი პარტიას რა ბედიერის? რა თქვენ იღებთ თუ არა ხაბეიშვილთან და მისი მოძრაობის წევრებთან ერთად 4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა? 4 ოქტომბერს ყავს პოლიცსაბჭოს განცხადება. 4 ოქტომბერს ყავს კონკრეტული პასუხისმგებელი, ეს არის სამოქალაქო მოძრაობა რუსთაველის გამზირი, ეს არის პაატა ბუჭუაძე, მაგრამ მე აქ იმით არ დავკავდები, რომ უბრალოდ გაისეირნებთ რუსთაველზე 4 ოქტომბერს? ამას ახლა მე შეუძლებელია რომ ერთ კაცს ავკიდო პასუხისმგებლობა, ესე არ მიმაჩნია. 4 ოქტომბრის თარიღის ფასი, ამიტომ ვახსენებ იმ პარტიებსაც, გაზარდა ბატონმა მამუკა ხაზარაძემ და ბატონმა გიორგი გახარიამ, იმიტომ რომ თუ 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა დაიპრივატა ეს ქვეყანა და გაანაწილა მათ შორის ოპოზიციისთვის რაღაცა ადგილი და ლეგიტიმაციის საფანელი შეიძინა. ჩვენ სხვა 4 ოქტომბერის სხვა მნიშვნელობით ზრდიან, ამას ვამბობ, ზრდიან 4 ოქტომბრის თარიღის გარშემო ტემპერატურა მათ შორის იმ პარტიების ქმედებებით, აი ნახეთ ხალბატონო დიანა, ისინი რომ დარჩენილი იყვნენ, ისინი რომ ბოიკოტში დარჩენ და როგორ უერთდება? 4 ოქტომბერს ლევან სანიკიძე რუსთაველის გამზირზე იქნება წარმოდგენილი როგორც საქართველოს ამაყი მოქალაქე და პატრიოტი. მაგრამ პასუხისმგებლობას თქვენი პარტია არ იღებს, უბრალოდ უერთდება? დიახ. პასუხისმგებლობა რასთან დაკავშირებით უნდა ავიღოთ? რასთან დაკავშირებით და ხალხი ამბობს რომ 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვასრულებთ. ეს არ არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის ქვეშ არ უნდა იყოს ამ ტიპის განცხადება. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია გაემიჯნეთ ან თუ უერთდებით, მაშინ პასუხისმგებლობაც გაიზიარეთ, ლევან. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია როგორც 13 სექტემბერს იქნება, 4 ოქტომბერსაც იქნება სრულფასოვნად წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე. იქნება ასობით ათასი ადამიანი. პასუხისმგებელი პროცესზე იქნება ის მოძრაობა რუსთაველის გამზირი, სწორად გავიგე. მე ესე უყურებ, თითოეული იქ მისული ადამიანი საკუთარ თავზეც უნდა იყოს პასუხისმგებელი, იმიტომ რომ გააზრებული უნდა კონდეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი აქცია. არ არის, ამიტომ ანონსდება. რიგითი აქცია ამ გაგებით შეუძლებელია იყოს, იმიტომ რომ 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით ფასი აწეული აქვს ბიძინა ივანიშვილსაც, არჩევნებში შესულ ოპოზიციასაც და არ შესულსაც. ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია და შესაბამისად შეუძლებელია ეს იყოს ჩვეულებრივი აქცია. გამოვა ათობით ათასი ადამიანი, მეტი დრო დაჭირდება სახელმწიფო მე მინდოდა მე გამეგო ნაციონალური მოძრაობა რა ფორმით არის ამ პროცესში. ნიკა ფარულოვას ვკითხავ და ლევან აუცილებლად დაგიბრუნდებით. ნიკა, მოგესალმებით. 4 ნომერი კოალიცია ცვლილებებისთვის როგორ უყურებს 4 ოქტომბერს? აი ამ საპროტესტო თუ რაღაც რევოლუციის თარიღად გამოცხადების პროცესს. არჩევნებზეც ვილაპარაკოთ, ბუნებრივია, იმას როგორ უყურებთ, ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგით უნდა დავიწყო უყურებთ ისე როგორც უყურებდით აქამდე. ჩვენ თვლით და მიგვაჩნია რომ ეს არის პროცესი, ცოცხალი პროცესი, რომელშიც ჩართულები არიან სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებული როგორც პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, ასევე პროდასავლური ორგანიზაციები, იქნება ეს სამოქალაქო თუ აქტივისტური. შესაბამისად, თლიანად ეს პროცესი არ უნდა იყოს აღქმული როგორც რაღაც ერთგვარად რაღაც სტატიკური მოცემულობა, რომელზეც შეიძლება რაღაც კონკრეტული ითქვას ამა და ამ დღეს, ამა და ამ დროს რაღაცის დასრულების საკითხად. ჩვენ ასე უყურებდით მაშინაც და მე მანამ სანამ ზოგადად პოლიტიკური პარტიის წევრი გავხდებოდი აქტივიზმის დროსაც ასე მიმაჩნდა სწორად რომ მათ შორის ამ ქვეყნის პოლიტიკური ტრადიცია და არა მარტო ამ ქვეყნის პოლიტიკური ტრადიცია განსაზღვრავს იმას რომ ხო წინასწარ და პირადად ჩვენი გამოცდილებებიც წინასწარ დაკიდებული თარიღები
სწორია, როდესაც ვართ პროცესში და ამ პროცესის შემადგენელ ნაწილად ვიღებთ, მაგრამ წინასწარ დაკიდებული თარიღები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დღეს რაღაც დასრულდება, ხო, ჩვენ მსგავსი ტიპის გზავნილებისგან შედარებით თავს ვიკავებთ. ოღონდ პირველივე დღიდან, პირველივე წამიდან რას გულისხმობთ? ანუ შეიძლება ინდივიდუალურად ვინ, მაგალითად მურთა ზოდელავას ვხედავთ იმ მოძრაობაში, რომელიც თქვენი გუნდის წევრი იყო თუ ისევ არის. კი, მურთა ზოდელავა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და გაავრცელა, რომ ხალხშორის თქვენი ტელევიზიის ეთერში მან თქვა, რომ ის პარტიისგან არის დისტანცირებული, სწორედ იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს პარტია ახალს და კოალიციას ქონდა განსხვავებული შეხედულება. ოღონდ აქ მინდა რომ კაფეობა შემოვიტანო იმისთვის, რომ ვინმესთვის ესე ვთქვათ, ბუნდოვანება არ დარჩეს და ამას შემდეგ გარკვეული ესე ვთქვათ, კუდები არ მიებას. ჩვენი პირველივე დღიდან განაცხადი და ეს ძალიან მარტივად გადამოწმებადია თუ ვინმეს უნდა, განაცხადი იყო, რომ როგორც აქამდე, ყველა საპროტესტო აქციას თუ წინააღმდეგობის მოძრაობის ყველა შემადგენელ ესე ვთქვათ, იმ პატარა ელემენტში, რომლისგან საბოლოო ჯამში ეს დიდი გამარჯვება აეწყობა, ვიყავით მონაწილეები, ვიქნებით ამის მონაწილეებიც, ოღონდ სხვა ყველა საკითხზე იქნება ეს საორგანიზაციო კამპანიური სახის თუ ასე შემდეგ. გახვალთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ პასუხისმგებლობას ამ დღეზე ამ პროცესის ორგანიზატორებთან ერთად არ არის. პასუხისმგებლობა ხო რამდენიმე ნაწილად იყოფა, რასთან დაკავშირებით და რაზე დაკავშირებით გულისხმობთ პასუხისმგებლობის აღებას. ეს ერთი საკითხია. მე გეტყვი ძალიან მარტივი მაგალითით. იმასთან დაკავშირებით, რაც იყო მათ შორის ჩვენ მიერ დაორგანიზებული იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურულად თუ სხვა ეს ვთქვათ რესურსობრივად მაგალითისთვის თესეუს პიკეტირება რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს გაცხადებული გქონდა მათ შორის კამპანიურ ნაწილში, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში და მათ შორის იქ ხალხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაც აღებული გქონდა ჩვენ გარკვეულწილად, ხო? გარკვეულწილად, ანუ ხალხის ნაწილში. მეტი წილი დანარჩენ საკითხებზე სრულად ვიზიარებდით, სრულად ვიაზრებდით და სწორედ ამიტომ იყო მომართული მთელი ეს ვთქვათ, კასკადი ამის შემდეგ ჩვენთან დაკავშირებით იქნებოდა ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო კონკრეტულად რაც ავიღეთ პასუხისმგებლობა. 4 ოქტომბერზე კიდევ ერთხელ ვიქნებით წარმოდგენილები, ვიქნებით სრულად და მათ შორის ვიქნებით წინახაზებზე, იმიტომ რომ არსად არასდროს ვერავინ ვერ იტყვის, რომ სადღაც უკან დავმალულ ვართ. ოღონდ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მაგალითად ამომრჩეველს თქვენს მხარდამჭერს მოუწოდებთ თუ არა ამ დღეს გამოვიდეს თქვენს მხარდამჭერებს მოუწოდება არ ჭირდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყვნენ ყველგან, სადაც იქნება წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ხო, ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიქნებით აქაც წარმოდგენილები, ოღონდ ჩვენგან არასდროს ყოფილა გზავნილი, რომ ამ კონკრეტულ დღეს აუცილებლად ჩვენ რაღაც რევოლუციურ ცვლილებებს მოვიტანთ თქვენთან ერთად, ჩამოვშლით, იმიტომ რომ ამან შესაძლებელია გამოიწვიოს უარესი ფრუსტრაცია, ოღონდ ეს კიდე არავინ არ იცის, 4-ში იქნება, შეიძლება 4-შიც იყოს, შეიძლება იყოს 5-ში დილას ან 6-ში. ერთ მაგალითს მოვყვანთ ძალიან მარტივ. 13 ეს არ არის დაკიდული თარიღი, ეს უბრალოდ რაღაც მარშის ან აი რაღაც დაკიდებულ თარიღებთან დაკავშირებით. კი, მაგრამ აი რაღაცა რომ დაიწყოს და დამთავრდეს, ანუ არა, მე ვთქვი დაკიდებულ თარიღებთან დაკავშირებით, დასასრულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყოველთვის ერთ ძალიან კარგი მაგალითი მახსენდება ხოლმე, განსაკუთრებით ეხლა არის ძალიან საინტერესო, აი თუ რუს ოპოზიციონერებს მოусმენთ, რომლებიც იგივე გაქცეულები არიან, სამწუხაროდ მოუწიათ დევნილობაში დასვლა, იგივე კარამურზა, იაშინი, მანამდე ნავალნი, ასევე მათთან დაკავშირებით თუ მოვისმენთ ბელორუსიდან წასულ, ეს ვთქვათ, ოპოზიციურ აქტივისტებს თუ ასე შემდეგ, ყველას აქვს ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი. არ შეიძლება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები და ავწიოთ, ეს ვთქვათ, შევთავაზოთ ისეთი რაღაც საზოგადოებას, რამაც შეიძლება უარესი ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშევა გამოიწვიოს. ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, შესაძლებელია ეს მოხდეს 4-ში, შესაძლებელია მოხდეს 1-ში, როცა არჩევნები მოიგეს დემოკრატიული გზით მათ, შესაძლებელია მოხდეს 2-ში, შესაძლებელია 3-ში. და რატო ვსაუბრობ, კიდევ ერთ ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან ისევ ჩვენი ისტორიიდან და ისევ თუნდაც მეზობელი და ჩვენი მეგობარი უკრაინიდან, ხო? იგივე ვარდების რევოლუციის დროს არავინ არ იცოდა ეს 23 ნოემბერს მოხდებოდა თუ არა და მარტივად. პირველად სიტყვა რევოლუცია ვარდების რევოლუციის დროს, აი იმ დღეებში, როდესაც ადამიანები იქ პერმანენტულად რჩებოდნენ და იდგნენ, 20-21 ნოემბერს გაჟღერდა. მანამდე ესე საჯაროდ ამაზე აპელირება არ ყოფილა და ამას მათ შორის ამ პროცესის მონაწილეები ერთი კვირით ადრე, ვიდრე საპროტესტო მსვლელობა დაიწყებოდა, საკრებულოში მიხეილ სააკაშვილი მართავდა ბრიფინგს და მაშინ ალექსანდრე ლომაიე, რომელიც სოროსის ფონდს წარმოადგენდა, აი ესე ბრიფინგზე მივიდა, მე ვაშუქებდი იქ ვიყავით დარბაზში. პოლიტიკური ლიდერებისგან დაუჭირა, ეს თქვა, მიკროფონს დააჭირა ხელი და თქვა, რომ მოდი დავიწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, გავიდეთ ქუჩაში. ალბატონდიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც კი, და იყო იქვე დათანხმება და გავიდნენ ქუჩაში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც საუბრობს, მათ შორის არის გამხმოვანებელი პირველ რიგში საკუთარი ამორჩევლები, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მათ შორის შეიძლება არ იყვნენ მისი ამორჩევლები, რომ მე ვთვლი, რომ პოლიტიკაში არის უნდა იყოს ასეთი სტანდარტი, რომ ჩვენ
პოლიტიკოსები უნდა იყოს პასუხისმგებლები როგორც საკუთარ ამომრჩელებთან, ასევე მათთან, ვისაც სრულიად ლეგიტიმურად შეიძლება ვძულდეთ პოლიტიკურად და ამის უფლება მათ აქვთ. ამიტომ ძალიან განსხვავებული მოცემულობებია, როდესაც საუბრობს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და როდესაც საუბრობს პოლიტიკური ლიდერი ან პოლიტიკოსი. კი ბატონო, ლევან, ნიჰილიზმის საშიშროება შეიძლება შეიქმნას. ამ ტიპის გამოწვევას თქვენ ასეთი თარიღის შექმნასთან, რომელსაც როგორც აწყისად, ისე შესაძლოა დასასრულადაც მიიჩნევენ, გესმით ალბათ თქვენ განცხადებები, რომ ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ მეტიც სამში გაიქცევა ივანიშვილი სადღაც 4-მდეც ვერ მიახერხებს. მე ესე უყურებ, რომ ისედაც, როდესაც ვართ ჩემი აზრით ამ პერიოდის განმავლობაში რაღაცა ეს არის ცალსახად რევოლუციურ პროცესში ხარ ისედაც, იმიტომ რომ არჩევნები როგორც ესეთი გაუქმებულია და ჩვენ ეს პოზიცია გვაქვს და კოალიციას, რომელსაც დღეს ნიკა წარმოადგენს, ზუსტად იგივენაირი პოზიცია აქვს. მე იმაშინე რომ ეს არის სახალხო პროცესი, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი შეუერთდა 4 ოქტომბრის აქციას, რომელიც ნაკლებად აფილირდებოდა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ამიტომ მე ნაკლებ ყურადღებას გავამახვილებდი, რომელი პოლიტიკური ორგანიზაცია უერთდება ამ ამბავს, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი ცალსახად არ უნდა საბჭოს ხდომა მოაწყვეთ ამაზე ლევან და საჯარო განცხადებით, ანუ ყურადღება არ უნდა გასაგებია, მაგრამ ერთჯერადად რა თქმა უნდა საჭიროა და ამას დამატებით განმარტებას მეც ვაკეთებ და მთელი დღის განმავლობაში კეთდება, მაგრამ ეს ცალსახად არ არის პარტიული პროცესი და მეტიც ამ წინააღმდეგი ვიქნები, რომ ეს პარტიულ პროცესად იქცეს. სახალხო პროცესია, რომელსაც პოლიტიკური პარტიებიც უჭერენ მხარს, სამოქალაქო აქტივისტებიც, მომღერლებიც, მოცეკვავეებიც, პროფესორებიც, მასწავლებლებიც და ასე შემდეგ. აი პარტიები, აი კონკრეტული პარტია არ უჭერს. ბატონო და ახლა მე არ მიხვობს, არ უჭერთ მეთქი. მაგრამ აი ანუ ამ ტიპის ეს საჯარო განცხადებით როგორც საჯარო განცხადებით მეტი ზუსტად იგივე რაღაცას ამბობს, რასაც მე ვამბობ. რომ 4 ოქტომბერს ისინიც იქნებიან რუსთაველის გამზირი. ანუ სხვაობა რაშია? აქ არის და სხვა შორის ჩვენ სხვა ეთერში ვისაუბრია მას დაკავშირებით იგივე თითქმის პოზიციები იყო, ხო? ანუ მე არასდროს და ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ აი რაღაც 4 ოქტომბერს არ უნდა გამოხვიდეთ. ეს მურთაზოდელობა რახან შეუერთდა? ეს იქნებოდა. ნახეთ, ეს არჩევნებობა ნიჰილიზმს მე არ მინდა. ეს იქნებოდა წინააღმდეგობა. არა, დავაზუსტებ უცებ რა, რომ ის არ გამოვიდეს, გაუგებრობა არ გამოიწვიოს. მე მინდა რომ ვიპოვოთ თქვენი პოლიცაბჭოს განცხადება კიდევ. კი, გაუგებრობა რო არ გამოიწვიოს, ამიტომ დავაზუსტებ. ჩვენ არასდროს მათ შორის პირველივე დღიდან არ გვითქვამს, რომ არ გახვიდეთ 4 ოქტომბერს, მსგავს ვერ მოიძიებს ბუნებაში ვერავინ პირიქით. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენვე ვიქნებოდით. ჩვენ ამბობთ, არ გამიხვიდეთ არჩევნებზე 4 ბატონო, აი ეგ იქნებოდა წინააღმდეგობა. იმას, რასაც ვამბობთ, ამ შემთხვევაში რეჟიმთან მოთანამშრომლე პარტიებთან დაკავშირებით. ანუ არჩევნებში მონაწილეობა არის რეჟიმთან თანამშრომლობა. ცხადი, არჩევნებში 2025 წელს ასე არ იყო, მაგრამ 2025 წელს ასეა. რეჟიმის თამაშის წესების მიღებაა რეჟიმთან თანამშრომლობა. არჩევნებში მონაწილეობა ამ რეჟიმმა თქვენი სიტყვებით რომ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, იმაში მონაწილეობაც რეჟიმთან თანამშრომლობა. საპარლამენტო არჩევნების დანიშნაში. თქვენ როგორც მოქალაქე. გადამდა საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები რაწესებით. აქ ხო ეს რა ადმინისტრაციით? სინამდვილეში საპარლამენტო. სინამდვილეში საპარლამენტო. იგივე წესები. იგივე წესებით, იგივე თამაშია. არ მიიღებთ მონაწილეობა? სინამდვილეში საპარლამენტო არჩევნების დანიშნა, ალბათო დიანა, რას ნიშნავს, ხო? ფართო გაგებით და იმ გაგებით, რაც აქვს ჩემი აზრით კი არა დადასტურებულად ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე, ის თქვა, უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობას. ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, ნიშნავს იმას, რომ ის ცვლილებები, მინიმუმის ცვლილებები, რომლებიც 2024 წლის დეკემბერ-თებერვლის შუალედში მიიღო არალეგიტიმურმა პარლამენტმა, უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს მინიმუმ 2020 წლის საწყის წერტილებს, ხო? და ჩვენ მათ შორის ვიცით, ხო, რამდენი ვიბრძოლით იმისთვის, რომ აქამდე მივსულიყავით. ამიტომ, ხო, ეს იქნება და წინა სხვა ყველაფერი, სხვა ყველა მოცემულობის მიღება საბოლოო ჯამში ნიშნავს რეჟიმის თამაშის წესების მიღებას და იმ სივრცეში და იმ მოედანზე, სადაც შენ რეჟიმი გიწესებს თამაშის წესებს, გთავაზობს იმ სივრცეს, სადაც თავად არის კომფორტულად, შენ ხარ აპრიორი დამარცხებული ერთი და მათ შორის თავად არ იყო კომფორტულად 2024 წლის არჩევნებში. ოცნება არ იყო კომფორტულად. 2024 წლის არჩევნებში. მივდივარ, 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნება აღიარებული იყო. მივდივარ, აღიარებული იყო თუ არა საერთაშორისო დონეზე კეთროვანად არ ყოფილა. აი რო ჩამოვაყალიბე. 2024 წელს ამ პრინციპით დაუბრუნდები. ნახე, ახლავთ ხომ თქვენ არგუმენტად ლეგიტიმაცია და კეთროვანება არ დაგისახელებია, თქვით სხვა. ანუ კალანდარიშვილის ლეგიტიმაციის ავალაშვილის და კობახის ჩანიშნულ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობას. კეთროვანება იქნება გადამდელი საპარლამენტო არჩევნებში შესვლა არ შესვლის თემა. არალეგიტიმურობის საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები ვინმეს თუ გონია ძალიან ცდება და აუხსნი რატო. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 26 ნოემბერს
თუ ზუსტად 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა ისეთი განცხადება მოღალატეობრივი, რომ გააუქმა ამ ქვეყანაში კონსტიტუცია. 28 ნოემბრის შემდეგ ამ ქვეყანაში ყველაფერი არალეგიტიმურია. მათ შორის კახაკალაძე, იმიტომ რომ პირდაპირ წერია იმ 78 მუხლში, რომ აბსოლუტურად ყველა ეს თქვა საჯარო უწყება უნდა ემსახურებოდეს ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეხლა მე ვსვამ კითხვას. კახაკალაძე ემსახურება თუ არა როგორც ამ ქვეყნის ბოლო არჩეული თანამდებობის მქონე პირი ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას. ცხადია არა. მხოლოდ მარტო განცხადებები რო ვიგულისხმო და ერთსაც დავამატებ უფრო მეტი მკაფიობისთვის. 28 ნოემბრამდე, ანუ ბოლო არჩევნების 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ 28 ნოემბრამდე და 28 ნოემბრის შემდეგ ამ ქვეყანაში შეიქმნა იმდაგვარი კრიზისი, ეს იყო საპარლამენტო კრიზისი 1, კონსტიტუციური კრიზისი 2, იმიტომ რომ დაირღვა კონსტიტუცია და საპარლამენტო კრიზისი დაემატა მათ შორის საკანონმდებლო კრიზისი, ლეგალისტური კრიზისი, რაც გულისხმობ. მიიღეს ყველა ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული კანონები, რომლებიც მათ შორის მაიდანზე მიიღო იანუკოვიჩმა და ბელორუსმა. ეხლა 100-ჯერ გაყოლილი ამ ბაბატონდიან მკაფიობისთვის რას ნიშნავს არალეგიტიმურობა თქვენ ხო კამათობთ ხო და არ გეკამათებით რა ამაზე მე გეკამათებით იმაზე ამ ხელისუფლების ჩანიშნულ გადამდე საპარლამენტო არჩევნებში გეუბნებით მაგამდე ერთი რო ჩანიშნა აღიარება იქნება κρიზისის და სისუსტის ეს იქნება ერთი მეორე სიძლიერის რომ მისთვის კარგი მოსწებულობა შეიქმნა რომ კიდევ 2 წლის გაიხსნა საუბარს ჩანიშნავს უკვე საუბარს და როდესაც შენ მინიმუმი 2-დან 1 მოთხოვნაზე მოდი საუბარი გინდათ ოცნებასთან როდესაც გეძახიან იმაზე რომ მოდი დაგიკმაყოფილები მოთხოვნას რომელიც საპროტესტო მოძრაობას წინააღმდეგობის მოძრაობას უკვე თითქმის 1 წელი აქვს როგორ დაელაპარაკებით პუტინს ელაპარაკებიან და პუტინთან ითხოვს ზელენსკის საუბარს იმიტომ რომ ბრძოლაში როდესაც საუბარზე გეძახის მეორე მხარე რომელიც ვაბანკზეა წასული სიამბლეში ეს არის სისუსტის გამოხატულება კი ბატონო და ბოლო კითხვა მაქვს ასეთი თქვენ ამბობთ რომ არჩევნებში მიმავალი პარტიები ლეგიტიმაციას აძლევენ ხელისუფლებას 5 ოქტომბერს არჩევნების იმ ტიპის ეს თქვენ რომ ჩაივლის 4 ოქტომბერს არჩევნები როგორც ჩაივლის მათ შორის ამ პარტიების მონაწილეობით 5 ოქტომბრიდან თქვენ ლეგიტიმაციის თემას დახურულად გამოაცხადებთ მე ესე უყურებ პროგრამა მინიმუმი რაც 4 ოქტომბერს მათ შორის ამ მანიფესტაციას აქვს გაკეთებული არის ბიძინა ივანიშვილის გეგმის ჩაშლა რაც გულისხმობს სხვა რამეს გეუბნებით ნახეთ არჩევნები რომ ჩაივლის მათ შორის გახარია და ხაზარაძის მონაწილეობით თქვენ 5 ოქტომბერს ლეგიტიმაციაზე აღარ დაიწყებთ ეს თემა ჩემი დასახური არ არის მათ გახსნეს ეს თემა გიორგი გახარია არა სანამ გიორგი გახარია იჭრიალებს არა ესეა ქალბატონო დიანა სანამ გიორგი გახარია იჭრიალებს და ივაჭრებს თავის 12 მანდატის გამოყენებით და სანამ ლელო არ იტყვის რომ ამ რუსული სპეცოპერაციის შედეგად მიღებული საკრებულოს მანდატებს გააქტიურებს თუ არა მანამდე ეს თემა როგორ დავხურო მითხარით ჩემი გახსნილი რაც არ არის იმას მე ვერ დავხურო ლევან თუ აი საკრებულოს მანდატებს აიღებენ რასაც მიიღებენ აიღებენ ლეგიტიმაციის თემას თქვენ დახურულად არა როგორ უნდა გამოაცხადოთ თუ არ გამოაცხადებთ არა მეორე რატომ აბრალებთ ამ ადამიანებს ლეგიტიმაციის თემას ხურავენ არ ვაბრალებთ არ ვაბრალებთ ხო მაგრამ მაშინ დაიხურება ესე იგი 5 ოქტომბრიდან ლეგიტიმაციის თემა ანუ შეხედეთ თუ ხურავენ დაიხურება თუ არ ხურავენ ესე იგი ვერ ხურავენ ერთი წუთით ყოფილი პრემიერ მინისტრი გამობრძანდა გერმანიიდან ზუმით თუ მესენჯერით ჩაგერთოთ და თქვა მე მგონი პროდიუსერები მეტყვიან უფრო კარგად მაგრამ ამას არანაირი ახლა დიახ ანუ იქიდან იქნევს ხმალს და თქვა რომ დიახ მე დაველოდები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით. ლეგიტიმაციის საკითხს მევხსნი თუ ის ჩვენგან ყველანაირად მკვდარია ეს ლეგიტიმაციის საკითხი, მაგრამ ამრევი ვინც არის აი 4 ოქტომბერი აგერ აი მე გეუბნები თვითმმართველობის არჩევნებში რომც არ გადიოდეს გახარია მას ეს მანდატი მაინც ხელში უჭირავს თქვენ ამ მანდატების თემას უკავშირებთ ლეგიტიმაციის საკითხს თუ ამ ორი პარტიისგან არ მან თქვა შევალო აქ არ არის მანდატებისა მან თქვა შევალო ბოდიში ლევან დავალ მან თქვა თქვენთან ერთად ხო თქვენთან ერთად არ გამორიცხავს ორ ეტაპიანია ხო მაგრამ გახარიას ინტერვიუმდე ხომ ამბობდით რომ არჩევნებში წასვლა აძლევს ლეგიტიმაციას. აი ორ ნაწილად ახსნი. პირველი და მყისიერი ლეგიტიმაციის მიცემის მცდელობა არის დიახ, საპარლამენტო მანდატების გააქტიურება, ეხლა რაც შეეხება არჩევნების თემას. ხო, ეს ნაწილობრივი ლეგიტიმაციის თემაა მაშინ. ჩემი აზრით, აი ნახევარი ხმით ილაპარაკებთ ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე 5 ოქტომბერიდან. არა, გულზე ხელს დავიდებ
და ვიტყვი, რომ ბევრად უფრო სარისკოა ამ პარლამენტის გაორპარტიულება, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებში შერიხინება. კი ბატონო, ახარია შეუძლია დაასრულოს ლეგიტიმაციას საუბარი მანდატების. არა, უბრალოდ მაინც არ დაასრულებს თქვენ ამაზე ლაპარაკს. ქართული ოცნება, მე არა, ქართული ოცნება დაიწყებს თავის ლეგიტიმურობაზე. ლაპარაკს ამაშია საქმე. დამატებითი საწვავი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ქართული ოცნებისთვის, რომ აგერ ძმაო ჩატარდა აქ ნორმალური არჩევნები, არარადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო მონაწილეობა, ვითარების ნორმალიზაცია მოხდა, შესაბამისი ოპოზიციური ლიდერები გამოუშვით გარეთ, აღიარეს შედეგები, ეგრე არის. აი მე დავაკვირდებ შედეგებს, აღიარებენ, შედეგებს თუ აღიარებენ ლეგიტიმაციის მიცემა, აბარა. კი ბატონო, ანუ შეიძლება არ აღიარონ შედეგი. თუ შედეგს არ აღიარებენ, ნაწილობრივ იმ კატასტროფულ შეცდომას, რაშიც სულ ყველა ერთად შეგვიყვარეს, იქნება გამორიცხული. კი ბატონო, მადლობა ლევან, მადლობა ნიკა, რამეს დამატება ხო არ დავამატებ შეიძლება ძალიან მოკლედ დავამატებ, რაც უნდა გვახსოვდეს ყველას ამ ვითარებაში 4 ოქტომბერთან ადგილობრივ, ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ არჩევნებთან და ამ მოთანამშრომლე რეჟიმთან მოთანამშრომლე ორ პოლიტიკურ სუბიექტთან დაკავშირებით. თუ ვინმეს გონია, რომ რაც არ უნდა აღიარონ, რაც არ უნდა მიიღონ ეს მანდატები და ასე შემდეგ, ეს მანდატები რეჟიმის ცვლილების შემდეგ შეუნარჩუნდება, ძალიან შემცდარან. კიდევ ერთხელ და ახალ არჩევნებს ჩანიშნავს? ხადია 28 ნოემბრის შემდეგ ამ ქვეყანაში ყველა პროცესი არის არაკონსტიტუციური, ყველა პროცესი არის საკრებულოებს და ჩანიშნავს ყველა პროცესი არის სახელმწიფოს მიტაცებისკენ მიტაცებული და მათ შორის ამის თანამონაწილეები არიან და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით თქვენთან ეთერში გავიხსენოთ. იყავით აუცილებლად გავიხსენოთ, მე ყოველ დროს დავსვამ კითხვებს იმ კონკრეტულ მომენტში რაც მომეჩვენება რომ არის აქტუალური. მადლობა ლევას, მადლობა ნიკას. კი, რაც შემიძლია გამყოფებ ტონოში, მთავარია ეს თქვით მაყურებელმაც მიიღოს ინფორმაცია და თქვით მისთვის საინტერესო პასუხები კითხვებზე. მადლობა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.